მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ ერქთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 303 წელს თავი მოკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარის დასოტევის სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი სურვილია რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ, განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა. არ იფიქროთ, რომ ბრიუსელში წამოსკუპებულ ბიუროკრატს დღე და ღამე არ სინავს ჩვენზე ფიქრით საქართველო როგორ განვითარდეს და როგორ იყოს ყველაფერი კარგად. ამის შესახებ თბილისის მერ მაკა ხაკალაძემ ევროკავშირის მიერ რუსეთისგან 310 მილიარდის ღირებულების პროდუქციის შეძენასთან და მათ შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა სურვილია ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. ამასთან მისი თქმით უსაფუძვლოა კრიტიკა თითქოს საქართველო უკრაინას არასაკმარისად ეხმარება. საერთაშორისო პლატფორმაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც უკრაინას და უკრაინელ ხალხს სჭირდებოდა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი შემოვიდა საქართველოში და ყვედრაბასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ყველანაირად გვერდით დავუთეკით. ხელი შევუწყეთ ამ ადამიანებს და მომავალშიც ასე იქნება, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ყველამ უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც ხელშემწყობი იყო მათი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, განაცხადა კალაძემ. ეს არის პირდაპირ ილუსტრირება იმისა, რომ ევროკავშირს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსლას და ადამიანის უფლებების დარღვევას აბრალებენ. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ბრიუსელის უარი პირდაპირ ილუსტრირებაა იმისა, რომ ევროკავშირი არ არის მზად ფაქტებით და არგუმენტებით გაიარონ ბრალდებები, რადგან ქართულ ოცნებას აბსოლუტურად ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხი გააჩნია. ამავე თემაზე საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ბრიუსელმა იმიტომ გააუქმა, რომ დელეგაციის არგუმენტები ყველასთვის დასტური იქნებოდა, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. რეალურად დღეს ქართული ოცნების მდგომარეობა არის კედელში, რომ წყალი ჟონავს, ხან ერთ ადგილას ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს. ასე შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა სვიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები. როგორც პანპალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმის სტუმრობისას განაცხადა, თუ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა შეეცდებიან, პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს. პოლიცია აქციის მონაწილეებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას და ამიტომ აქციები გახდა უფრო მობილური. დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ეს პროტესტის იმდენად ეფექტური ფორმა აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახა. არ აწყობდათ თბილისში ქუჩებში ბევრ ადამიანს დაენახა პროტესტის შესახებ, ამიტომ სხვადასხვა ქუჩაზე უქმნიან წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს. მისი განმარტებით უსაფუძვლოა სამართალდამცველობის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის გადაადგილებისთვის. თვითცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მრავალი წყარო იყოს, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში ხანდახან პრაქტიკულად შეუძლებელია. იქ ალტერნატიული აზრი და ალტერნატიული ხმა პრაქტიკულად არ ისმის. ეს განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის წარდგენისას გააკეთა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მათიკაშვილმა
განაცხადა ისიც, რომ უნდა გავიხსენოთ მიხაილ როთის შემთხვევა თუ როგორ აორგანიზებდა ეს ადამიანი გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ პროცესებს, რაც საარჩევნო პროცესში აშკარა ჩარევა იყო. საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით წყდება მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის არსებობის, მმართველობის და ფუნქციონირების ბედიღბალი. ამიტომ გათვითცნობიერებული და არსებითად აზრიანი გადაწყვეტილების მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია. განაცხადა მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომაზე. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ოცნების გუნდისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. აღნიშნულით ის ქრთამის აღების ფაქტზე შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არავის ეპატიება რაიმე დანაშაული და კანოს საწინააღმდეგო ქმედება. ჩვენი დამოკიდებულება იცით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არავის ეპატიება რაიმე დანაშაული და კანოს საწინააღმდეგო ქმედება. ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაულს ჩადის კანონის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოყვება. არც ერთი საკითხი არ დარჩება რეაგირების გარეშე. განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, აქვს თუ არა საგამოძიებო უწყებებს უშუალოდ თბილისის მერთან და მის გარემოცვასთან შეკითხვები, კახა კალაძე პასუხობს, რომ წლების განმავლობაში ყველანაირი მტკიცებულების გარეშე მის წინააღმდეგ ზოგიერთი მედია საშუალება მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას ახორციელებდა. დღეს სხვათა შორის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფრიალა სქემა არ ვიცი რატომ უხაროდა ეს, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე ევროკავშირი უკრაინას დაეხმარა 180 მილიარდი ევროთი. ამავე დროს ევროკავშირმა 310 მილიარდი გადაუხადა რუსეთს სხვადასხვა პროდუქტში, ენერგორესურსებში და ასე შემდეგ. ანუ 130 მილიარდით მეტი ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს. განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილა, როგორც თავად აღნიშნა, მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან ხელს ითფობს არ ეკუთვნით. ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის საქართველოც არის და ჩვენ გვიწოდებენ de facto პრორუს ხელისუფლებას, თუმცა ჩვენს ხმებს კარგად ირგებენ და მადლობასაც არ გვიხდიან იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ პირობებში გვერდით ვუდგავართ. ასე რომ მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან ხელს ითფობს, ნამდვილად არ გვეკუთვნის, განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. ის ასევე სხვადასხვა დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაზეც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალა და რძალზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. პროკურატურის ინფორმაციით სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე შპს თბილსერვის ჯგუფის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის სამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთი მტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით ირაკლი ლექვინაძემ ბოლო წლებში კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო კუთხით განხორციელებული ცვლილებები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს. კომიტეტის ხდომას, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უძღვებოდა, კომიტეტის წევრები და სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 20-21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიგნებები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შეხედვის შესახებ. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო გუშტების გამო ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, რამაც 1100-ზე მეტი მგზავრი დააზარალა. ინფორმაციას მედია ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საჰაერო სივრცის შეზღუდვა 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან 10-მდე ობიექტი შეფრინდა. აეროპორტებმა განაცხადეს, რომ 4 რეისი გაუქმდა, 6-ის დაშვება და გაფრენა კი დაგეგმილ დროს ვერ მოხერხდა. შეფერხებულ ავიარეისებს შორის იყო ბრიუსელიდან ჩაფრენილი რეისი, რომელშიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ემყოფებოდნენ. რუსეთისთვის ჯერ არ უცნობებიათ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ამერიკული შეთანხმების განსახილველად შეხვედრის გამართვის სურვილი აქვს. რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მანამდე პორტალმა აქსიოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესამუშავებლად რუსეთთან საიდუმლო კონსულტაციებს ატარებს. უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კიევს აიძულებს დათმოს დამატებითი ტერიტორიები აღმოსავლეთში შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და დაითანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატოს. ინფორმაციას აქსიოსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით მათ მოიპოვეს გეგმის პროექტი, რომელიც ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოპმა სახელმწიფო მდივნის და ტრამპის სიძის ჩართულობით შეიმუშავა. უიტკოპმა გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარა რუსეთის წარმომადგენელთან. შეხვედრის შემდეგ გეგმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რუსტემ უმეროვთან. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა გეგმა ზელენსკის წერილობით წარუდგინა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერ წინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. ალბათ ნახეთ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რაც მათ პოზიციას აბსოლუტურად ნათელს ხდის. უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გსურს, აღნიშნა სტარმერმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო ამერიკისგან ომის დასრულების გეგმა და მის განხილვას აშიშეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.